მოგესალმებით. ვინც აქ ხართ, ალბათ არც ერთმა არ იცით რა გინდათ სინამდვილეში. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ იშვიათად რომელმაც იცის მართლა რა უნდა სინამდვილეში. უბრალოდ ზოგი ამას ხვდება და ზოგი ამას ვერ ხვდება. რატომ არის რომ ზოგიერთი ადამიანი ამას ვერ ხვდება? იმიტომ რომ ის იმდენად არის გაბმული იმ პრობლემებში, რომლებიც მას გარედან მოახვიეს თავს, რომ იმისი ფიქრის დროც კი არ რჩება, რომ დაფიქრდეს რა უნდა სინამდვილეში. მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული ნებისყოფა, გარკვეული ენერგია და იმისი ამბიცია, რომ მოახდინოს თავის რეალიზება, ის აუცილებლად ჩაუფიქრდება იმას, თუ რა უნდა სინამდვილეში, რადგანაც ამაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამე. და მოდი ახლა ვიფიქროთ, რა არის ამაზე დამოკიდებული. რა არის დამოკიდებული იმაზე, ვიცით თუ არ ვიცით ჩვენ რა გვინდა სინამდვილეში. რატომ არის რომ ადამიანმა არ იცის რა უნდა სინამდვილეში? ამას აქვს ის მიზეზი, რომ ჯერ ადამიანს სანამ ებადება კითხვები, მანამ ბოდიში და ატენიან პასუხებს. ჯერ ადამიანი არ დაინტერესებულა ვინ უნდა უყვარდეს, მაგრამ მას უკვე ასწავლიან, რომ უნდა უყვარდეს მშობლები, უნდა უყვარდეს სამშობლო და უნდა უყვარდეს ღმერთი. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა უყვარდეს ან მშობლები, ან სამშობლო, ან და ღმერთი, მაგრამ მისი ეს სიყვარული არის თავსმოხვეული, ხელოვნური და არა ნამდვილი, მექანიკურია. ასევე ჯერ მას არ დაბადებია ან მოსაზრება იმისა, რა გახდის მას ბედნიერად, მას უკვე აძლევენ გამზადებულ შაბლონებს, რომ შენ ბედნიერი გახდები, როდესაც ცოლს მოიყვან, ან გათხოვდები, ხო? გილოცავ გაბედნიერებას, როდესაც ეუბნებიან, როცა დაქორწინდება. შემდეგ უკვე გეყოლება შვილები, შვილიშვილები, გექნება კარგი სამსახური, გექნება მანქანა, აგარაკი და ეს არის შენი ბედნიერების ფორმულა. ბევრი მისდევს ამ ფორმულას, ზოგიერთები თავს გრძნობენ კმაყოფილად, მაგრამ რაც შეეხება ბედნიერებას, რატომღაც ფსიქოლოგებთან მიდიან ხოლმე სწორედ ასეთი წარმატებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაფერი, მაგრამ თავს მაინც გრძნობენ დანაკლისით. ბედნიერები არ არიან. წარმატება ვიცით ჩვენ რაც არის, ასე თუ ისე. როდესაც შენ მიაღწევ იმას, რაც გინდა, შენ ხარ წარმატებული. დღეს ასეთი შაბლონი არის, რომ როდესაც იყიდი რაღაცას, რაც ითვლება, რომ არის პრესტიჟული, მაშინ უნდა იგზნო წესით თავი ბედნიერად. მაგალითად, იყიდე ახალი ძალიან მაგარი მანქანა, ან iPhone იყიდე. რამდენი ხანი იგზნობ თავს ბედნიერად ამ ყიდვის მერე? სანამ შემდეგი გამოვა. მანქანას რაც შეეხება, კი რა ლამაზია, რა ახალია, რა შურით მიყურებენ მეზობლები, მაგრამ გამოხვალ თბილისის ქუჩებში და უკვე დაკარგული არის შენი ბედნიერება, შეიძლება არ დაგეჯახოს, მაგრამ ამ საცობებში რომ მოყვები და ორმოებში, შენი ბედნიერება შეიძლება უკვე უსიამოვნებით. სხვა უფრო კარგ მანქანას რო დაინახავ, ასევე თუ კი ცოლს შეირთავ სილამაზით, შეიძლება ცოტა ხანი იყო ბედნიერი და კმაყოფილი, მანამდე სანამ დაინახა უფრო ლამაზ ქალს. ან შეიძლება სანამ ვიღაც დაადგავს თვალს შენს ცოლს, დაუწყებს არშიყობას და გახდება შენი სანერვიულო. ამიტომაც არის რომ ქართველებს ურჩევნიათ რომ ყავდეთ საყვარლად ლამაზი, ხოლო ცოლად საშუალო გარეგნობის ქალები. იმისათვის რომ გავიგოთ რა არის ბედნიერების ფორმულა, საჭირო არის რომ ჯერ კარგად განვიხილოთ როგორ არის მოწყობილი ადამიანი. როგორ არის მოწყობილი ზოგადად ვიტყვი ფიზიოლოგიურად, ხოლო შემდეგ ეზოთერიკულად. ფიზიოლოგიურად ვიცით რომ შედგება სხვადასხვა ორგანოებისაგან, რომელთაც ყველას თავთავიანთი ფუნქცია აქვს. ეს გასაგები. რაც შეეხება ეზოთერიკულად, ყველა რელიგია, ყველა ძირითადი რელიგია და მეცნიერებაც უკვე თანხდება ამ პარადიგმაში, რომ ადამიანი შედგება სამი შემადგენელი ნაწილისგან. ეს არის ფიზიკური სხეული, გონება და სული. ფიზიკური სხეული ვიცით რაც არის. გონებას ზოგადად მიაწერენ ტვინს, მაგრამ თურმე ტვინი მარტო თავში არ არის, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ხოლო რაც შეეხება სულს, ამაზე ყველა რელიგიას სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს.
ზოგი რელიგია ამბობს, რომ სული მარადიულია, ზოგი ამბობს, რომ არა წარმავალია, ზოგი იმასაც ახერხებს, რომ ამბობს, საერთოდ არ არსებობს სული. ყოველ შემთხვევაში, მოდი ჩვენ დღეს იმაზე შევთანხმდეთ, რომ სული არსებობს. თანახმა ხართ? ზოგადად, როდესაც მე ვიკვლევ რაღაც გარკვეულ მოვლენას, შემიძლია კი მე ზუსტად თქვა, სული არსებობს თუ არა. არ შემიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდის იჯერებს ადამიანი რაღაცას, როდესაც სამი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყარო ერთი და იგივე ინფორმაციას აწვდის. როგორც ბიბლიაში წერია, 2 და 3 მოწმის ჩვენება სარწმუნო და ჭეშმარიტია. ერთი წყარო ჩემთვის არის იუდაისტური რელიგიები, ანუ ეს იქნება ქრისტიანობა, მუსულმანობა და თვითონ იუდაიზმი, მეორე არის აღმოსავლური რელიგიები და მესამე არის თანამედროვე მეცნიერება, ეს არის კვანტური ფიზიკა და თანამედროვე ნეიროლინგვისტური პროგრამირება, რომელიც უკვე ფაქტიურად ეზოთერიკასთან ძალიან ახლოს მივიდა. აი ამ სამ წყაროზე დაყრდნობით და მათი განზოგადებით მე მივედი ასეთ დასკვნამდე, რომ ადამიანი თავისი არსით შედგება ამ სამი შემადგენელი ნაწილისგან. თქვენც დღეს ეს უნდა დაიჭიროთ, სხვა გზა არ გაქვთ. სხეული, სული და გონება საერთო ჯამში ერთმთლიან სისტემას შეადგენს და თითოეულ მათგანს აქვს თავისი მოთხოვნილებები, თავისი ფუნქციონალური მოთხოვნილებები, თავისი სურვილები, რომლებიც ყველა უნდა დაკმაყოფილდეს. თუ კი რომელიმე მათგანი არ არის დაკმაყოფილებული, ადამიანი თავს გრძნობს ცუდად და ის ან მიდის ან ექიმთან, ან ფსიქოლოგთან, ან მღვდელთან. მოდი ახლა განვიხილოთ, რა არის ეს შემადგენელი ნაწილები. სხეულის მოთხოვნილებები ვიცით ჩვენ, ხო? ჭამა, სექსი და ასე შემდეგ. გონების მოთხოვნილებები არის შემეცნება, ინფორმაციის მიღება, თვითგამოხატვა, ინფორმაციის გაცემა. ადამიანის გონებას კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს, მას შეუძლია შექმნას წარმოსახვითი რეალობა, ანუ ილუზია, ოცნებები. გონება და სხეული ასე თუ ისე ჩვენ ვიცით, რასაც წარმოადგენს და რა მოთხოვნილებები აქვთ მათ, რაც შეეხება სულს. აი სული კი ძალიან გაუგებარია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სულის ფუნქცია არის მიაწოდოს ადამიანს მისი ჭეშმარიტი სურვილები. სწორედ სულისგან უნდა გავიგოთ, რა გვინდა ჩვენ სინამდვილეში. მაგრამ ამისკენ რომ მივიდეთ, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს სხეულის მოთხოვნილებები, უნდა დაკმაყოფილდეს გონების მოთხოვნილებები, ოღონდ უნდა დაკმაყოფილდეს გონივრულად, მანიაკალურად კი არა. რას ნიშნავს მანიაკალური დაკმაყოფილება? როდესაც შენ გადაკეტავ ერთ სურვილის დაკმაყოფილებას, ის ახდენს ტრანსფორმირებას მეორე სურვილში, ამას სუბლიმაცია ეწოდება ფსიქოლოგების ენაზე და როგორც წესია ტრანსფორმირებული, ეს უკვე არის დამახინჯებული სურვილი. ყველაფერი უნდა მოხდეს ჰარმონიულად და თითოეული მოთხოვნილება, თითოეული ჩვენი შემადგენელი ნაწილის უნდა დაკმაყოფილდეს. ნუ კარგი, დავუშვათ აქ სხედან ყველა განვითარებული ადამიანები, რომლებსაც სხეული და გონება ასე თუ ისე დაკმაყოფილებია. მაგრამ მაინც რაღაც დანაკლის გრძნობენ, იმიტომ რომ სულის მოთხოვნილება არ არის დაკმაყოფილებული. ვინ გრძნობს სულის მოთხოვნილებას? ვინმე იცის, რას თხოვს მას თავისი სული? ერთი მოსაზრება. კიდევ ერთი მოსაზრება. კიდევ გაქვთ რა მოსაზრება? თუ კი გინდათ რომ გაიგოთ როგორი ხასიათი, როგორი ფსიქიკა აქვს სულს, უნდა ითამაშოთ პატარა გოგონასთან 1-3 წლის. ეს უშუალობა, ეს ყველაფერი რომ უხარია და თან ის არ ანგარიშობს. მან უბრალოდ იცის რა უნდა. თუ კი ბავშვს აუკრძალავენ რაღაცას, მერე უკვე იწყებს ანგარიშს. მანამდე კი უბრალოდ იცის რა უნდა და მორჩა. მას შეუძლია უხაროდეს და უხაროდეს უმიზეზოდ. თუმცა კი ამ უმიზეზო სიხარულს როგორც წესი შემდეგ ჩაუხშობენ ხოლმე უფროსები, იმიტომ რომ უფროსები აღიქვამენ ბავშვის უმიზეზო სიხარულს როგორც ცელკობას და ხმაურს. ყოველ შემთხვევაში სული ნამდვილად გავს პატარა ბავშვს თავისი ბუნებით. გონება ფიქრობს, ხო? გონება ანგარიშობს. გონება განსაზღვრავს, ეს მაწყობს, ეს არ მაწყობს. ეს გამოვა, ან არ გამოვა, ეს შესაძლებელია, ეს შეუძლებელია. სულმა უბრალოდ იცის რა უნდა და მას არ აინტერესებს რამდენად შესაძლებელი არის ეს. მაგრამ სამწუხაროდ სული არის დღევანდელი ადამიანის სული არის გონების ტყვეობაში.
ამიტომ რა არის საჭირო? გავათავისუფლოთ სული. და სული შემდეგ ჩვენ მოგვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გვინდა სინამდვილეში. თითოეულ ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული თავის საკუთარი მისია, თავის საკუთარი ამოცანები, ნიჭები, შესაძლებლობები და პრობლემები, რომელი პრობლემებიც უნდა გადაჭრას, ან უნდა დაიტანჯოს. თქვენი არჩევანია, ან უნდა იტანჯოთ, ან უნდა გადაჭრათ ეს პრობლემები. ხო, გონიერი ადამიანი გადაჭრის, ვიღაცა აირჩევს სატანჯოს, ან ვიღაცას უბრალოდ არ აქვს იმის უნარიც კი რომ რაღაცა აირჩიოს. კარგი, ასე თუ ისე გავიგეთ რა არის სხეული, რა არის გონება და რა არის სული, მაგრამ მე ვინ ვარ? გააჩნია რასთან გავიგივდები. თუ ვიტყვი რომ შია, მე სხეული ვარ. მაგრამ თუ ვიტყვი რომ ჩემს სხეულს მოშივდა, მე უკვე ის ვარ, რომელიც აკვირდება და მართავს სხეულს. თუ ვიტყვი რომ ძალიან ბევრს ფიქრობ, ან ძალიან ბევრს დარდობ, მე გონება ვარ. მაგრამ თუ ვიტყვი რომ ჩემი ტვინი რაღაც ძალიან გადახურდა დღეს და საჭირო არის გადავერთო, ესე იგი მე ვარ ის, რომელიც აკვირდება და მართავს გონებას. რაც შეეხება სულს, ეხლა სულთან მაინც არავინ არ ვართ გაიგივებული, ისე რომ ვერაფერსაც ვერ ვიტყვით. ამოცანა არის იმაში სწორედ რომ რამენაირად მაინც გავიგივდეთ სულთან. მაგრამ ადამიანი არ არის არც სხეული, არც გონება და არც სული. ის არის ესეთი ძალიან უცნაური ფენომენი. ის, რომელიც აკვირდება და განიცდის. ჩვენ მოსულები ვართ ამ ქვეყნად იმისათვის, რომ მივიღოთ განცდები. ახლა ვისაც ჩემი ლექციები გაქვთ მოსმენილი, გარკვეული წარმოდგენა გაქვთ ამ პარადიგმაზე, რომელ პარადიგმასაც მე ვემხრობი. რომ ჩვენ აქ მოსულები ვართ არა იმიტომ, რომ დავისაჯეთ რაღაც გარკვეული დანაშაულის გამო, ან დამდა ევამ რო შესწოდა იმის გამო ვიტანჯებით, არც იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული სკოლა არის, რომ სკოლაშიც უნდა რაღაც ვისწავლოთ და განვითარდეთ, ჩავაბაროთ გამოცდები, საიდანაც მოვედით, შენს რაღაც უნდა წავიდეთ. არა. ჩვენ თავიდანვე ვიყავით სულები, მარადიული, რომელიც არ არის შემოსაზღვრული არც დროით, არც სივრცით და უბრალოდ მოგვეწყინა იქ, სადაც ვიყავით. იქ მოწყენილობა, დრო არ არის, ესე იგი მოვლენები არ ვითარდება. სივრცით არა ვართ შემოსაზღვრულები, სადაც გვინდა იქ შეგვიძლია ვიყოთ, ესე იგი ვერ ვიმოგზაურებთ, თუ კი ყველგანავთ როგორ შეიძლება რომ სადმე ვიმოგზაუროთ. ამიტომ ისე როგორც ჩვენ ადამიანები გარკვეული სივრცით შემოვიფარგლავთ თავს ნებისმიერ თამაშში. რა არის თამაში? თამაში არის წესები, შეზღუდვები. წესებისა და შეზღუდვების გარეშე თამაში გაგიგიათ? ნებისმიერ თამაშს აქვს წესები და შეზღუდვები. მაგალითად, A წერტილიდან B წერტილისკენ რომელი უფრო სწრაფად მიირბენს. მაგრამ ზოგიერთები ტომარას ამოიცმევენ და ტომარა ამოცმულებმა უნდა მიირბინონ A წერტილიდან B წერტილისკენ. ფეხბურთს თავის წესები აქვს, კალათბურთს თავის წესები, აზარტი არის, შეგრძნებებია. ამიტომ ეს სამყაროც არის თამაში. ბევრი ალბათ უკვე თამაშობთ ვირტუალურ კომპიუტერულ თამაშებს, სადაც არის ვირტუალური სამყარო და ამ თამაშმა იცის ძალიან მაგრად ჩათრევა, ხომ ასეა? ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაგავიწყდათ, რომ ეს თამაშია. რაღაც მომენტში კი გავიწყდებათ, მაგრამ საერთოდ შეუძლებელია, რომ გაიხსენო ეს თამაშია და სრულად სერიოზულობით უთგები იმ საკითხს, თუ კი თამაში მოკლავენ. ანუ შენ ნამდვილად კვდები. ყველა შეგრძნება გაქვს იმისა, რომ მოკვდი. ბუნებრივია, ასეთ თამაშს ექნება 100-ჯერ უფრო მეტი სიმძაფრე შეგრძნებების. რას ეძებენ თამაში? ბუნებრივია შეგრძნებების სიმძაფრეს. და სწორედ ასეთი ვირტუალური რეალობა, რომელიც იძლევა ამ გასართობ შეგრძნებებს, არის ეს ჩვენი რეალობა. ეხლა იტყვით, ყველა თუ ერთობა, ვიღაცა დაიბადა, მახინჯი ვიღაც დაიბადა ავადმყოფი, ვიღაც დაიბადა, რა ვიცი, ხეიბარი, ის ესე ერთობა? თქვენ წარმოიდგინეთ, ის ასე ერთობა. იმიტომ რომ მარადისობის გადასახედიდან ჩვენი ცხოვრება არის ერთი პატარა გაელვება. ერთი პატარა გაელვების დროს ნემსი რო გიჩხვლიტონ, ან სადგისი. სადმე ესეთ უხიფათო ადგილას. გეტკინება, წამოიყვირებ, მაგრამ არ არის პრობლემა, ხო გაიცინებ. მაგრამ შენ თუ კი ერთი დღის განმავლობაში სულ გჩხვლეტენ,
ამ ნემს ეს იქნება უკვე წამება. ჩვენთვის ეს არის წამება, თუ კი ეს არის წამება, ასეთი ცხოვრება, ხო? მაგრამ იმისთვის, ვინც ერთობა, ეს იგივე ჩვენ ვართ. მისთვის ეს არის უბრალოდ პატარა გაელვება. სხვადასხვა რელიგიას სხვადასხვანაირი მოსაზრება აქვს. ზოგი ამბობს, რომ წინაპრების ცოდვის გამო იბადება ის ასეთად, მაგრამ მაშინ უცნაურია თითქოს წინაპრებიც არ არიან ცოდვილები, მაშინ პატარა ბავშვები რატომღა იბადებიან ავადმყოფებად, ან და მახინჯებად, ან მაშინვე რატომ კვდებიან. პატარა ბავშვები რატომ იხოცებიან? აი წარმოიდგინე, რომ შენ მიხვედი რომელიმე კომპიუტერულ სათამაშო დარბაზში და გინდა რომ ჯერ უბრალოდ ახალბედა ხარ, რა ოდნავ გინდა გამოსცადო, რას ნიშნავს დაბადება, რას ნიშნავს ცოტა ხანი სიცოცხლე და სიკვდილი. ეს ხო სერიოზული განცდა. არ გინდა ეს ცხოვრება, ეს რუტინა, შენ გინდა მხოლოდ გამოსცადო დაბადება და სიკვდილი. შეუკვეთავ ამ ატრაქციონს, გამოცდი დაბადებას, სიკვდილს და გამოხვალ ამ ვირტუალურ რეალობიდან კმაყოფილი, რა მაგარი იყო. და აქ შენი მშობლები კიდე ლოყებს იყოკავენ და ვაიმე ეს ჩვენი შვილი რატო წავიდა უდროოდ. შეიძლება მოგეწონოთ ეს მოსაზრება, შეიძლება არ მოგეწონოთ. ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრება ყველა შეკითხვას პასუხს ცემს. არ რჩება უკვე პასუხგაუცემელი კითხვები. როდესაც რელიგიები ამ კითხვაზე პასუხს ვერ ცემენ, ღმერთს თავისთვის კარგები უნდა და იმიტომ წაიყვანა. ერთი ასეთი ესეთი ანეკდოტიც არის, რომ როდესაც ერთ კაცს შვილი შეეძინა, ტყუპები შეეძინა. ერთმა მეგობარმა ესე მოულოცა, რომ თავარია ღმერთს ძალიან არ მოეწონოს და თავისთან არ წაიყვანოს. მოკლედ ასე თუ ისე შევიქმნით წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ არის თავდაბლურად ვიტყვი არაკატეგორიულად, როგორი არის სამყარო ჩემი მოსაზრებით. არ გახო თავს ჩემ მოსაზრებას. მე უბრალოდ მე ესე ვფიქრობ. ზოგიერთი ავტორები მეთანხმებიან ამაში. ან მე ვეთანხმები ზოგიერთ ავტორებს. მაგრამ სულაც არ ვამბობ, რომ თუ კი არ ირწმუნებთ, ჯოჯოხეთში დაიწვევთ. არა, ესე არ არის. ეს თქვენი არჩევანია. და ზოგადად მე ვირჩევ ისეთ პარადიგმას, ისეთ სოფხედელობას და ისეთ რელიგიას, რომელიც ჩემთვის არის კარგი. არა იმას, რომელიც თავს მომახვიეს, არამედ იმას, რომელიც მე მომიტანს წარმატებას და ბედნიერებას. ხო შემიძლია რომ ცადო, მაწყობს, არ მაწყობს, მუშაობს, არ მუშაობს. იმის მიხედვით უკვე გადავწყვეტ მე ეს რწმენა ავირჩიო, თუ ის რწმენა ავირჩიო. და ის რომ შენ ვიღაცას უმტკიცო, არა ესე არის ჭეშმარიტება. ან და ვიღაცას თავში უტყა ჯოხი, რომ როგორმე შენი რწმენა დაუმტკიცო, ეს რწმენა არ არის. რწმენა ნიშნავს, რომ შენ რაც გჯერა, შენ ცხოვრებაში უნდა განახორციელო. და ის კი არა, რომ სხვებს აიძულო, რომ გაღიარონ. თუ კი ასე იქცევი, რომ რწმენა გჭირდება იმისათვის, რომ შენ ცხოვრება უკეთესი გახდეს, მაშინ შენ ნამდვილად დაიწყებ არჩევას იმისას, რა გწამდეს და როგორ გწამდეს. დღეს ყველა ფსიქოლოგი თანხმდება იმაში, რომ როგორი წარმოდგენაც გაქვს შენ ცხოვრებაზე, ისეთი არის ის შენთვის. თუ კი შენთვის ცხოვრება არის სატანჯველი იქნება. თუ კი არის ცხოვრება ხიარული და გართობა, იქნება ხიარული და გასართობი. და ჩვენ, როდესაც აქ მოვდივართ, ჩვენ შეუკვეთავთ ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ თვითონ ვართ მიზეზი ყველა ჩვენი პრობლემის იქნება თუ ყველა ჩვენი ნიჭის. ჩვენი ნებასურვილით მოხდა ჩვენი დაბადება. ამ დროს, ამ ადგილას ნუწუწუნებთ, რომ ერთხელ მოვედი ამ ქვეყნად და ისიც საქართველოში. ეს ჩვენი სურვილი იყო, ჩვენ ვერთობით ასე. რაღაცეები დაგეგმილია. რაღაცეები შეგიძლია შეცვალო, მაგრამ რაღაცეები დაგეგმილია უბრალოდ იმიტომ, რომ შენ წინასწარ ჩადე ეს. და თუ კი შენ დაგეგმე, რომ თქვათ გახდები 30 წლისა და ფეხს მოიტეხავ, მართლა მოიტეხავ. მაგრამ შენ შეგიძლია ამ დროს იოლად გამოძრი ამ სიტუაციიდან, მაგრამ შეიძლება ამ მოვლენამ შენზე ძალიან ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მთელი შენი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე. ასევე თუ კი ვიღაცას მშობლები ყავდა ისეთი, რომლებმაც დააკომპლექსეს ან და რაღაც დააკლეს, ყველაზე მძიმე არის ის, რომ ეს აპატიო მშობლებს ალბათ დამეთანხმებით. ვისაც კარგი მშობლები გყავთ, გაგიმართლათ ძალიან. მაგრამ თუ კი ჩვენ ვიტყვით, რომ კი ესეც მე თვითონ შეუკვეთე ასეთი მშობლები და ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ამოცანა იყო ის, რომ გადამელახა შემდეგ ეს კომპლექსები, რომლებიც მათ ჩამინერგეს. და უნდა ვიპოვო კარგი ფსიქოლოგი, რომელიც მასწავლის, როგორ გადავლახო ეს კომპლექსები. მე თვითონ გავხდები ფსიქოლოგი და სხვებს დავეხმარები. მშვენიერი, ღირსეული გასართობია
ამ ქვეყნიერებაზე. და ყველაფერი შენ თვითონ დაიტეხე შენ თავს. შენ დამნაშავე კი არა ხარ ამაში. შენ ხარ მიზეზი. განსხვავებას გრძნობთ. შენ თუ კი ფიქრობ, რომ დამნაშავე ხარ, უფრო მეტი დამნაშავე გახდები. მაგრამ შენ თუ კი ფიქრობ, რომ შენ ხარ მიზეზი, შენ გაგიჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს პასუხისმგებლობის გრძნობა აამაღლებს შენ ცნობიერებას და მოგცემს სტიმულს და გონებას, რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. და თუ კი ჩვენ თვითონ ყველაფერი შევუკვეთეთ, ასევე ჩვენ შევუკვეთეთ ის, როგორი ნიჭი უნდა გქონდეს, როგორი შესაძლებლობა და როგორი სცენარი უნდა გქონდეს ჩვენი ცხოვრების ძირითადად. უნდა აღმოჩნდეთ იქ, სადაც საჭიროა და იმ დროს, სადაც საჭიროა და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა. ამას ჩვენ გვარნახავს ჩვენი სული. სული გვეუბნება, რა ავირჩიოთ. ავირჩიოთ რელიგია, ავირჩიოთ პროფესია, საქმიანობა, ავირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი და ახლა ასეთი პრობლემა ჩნდება, რომ ავირჩიოთ სქესი. სამწუხაროდ ასეთი პრობლემა ჩნდება უკვე. არ ვახსენებდი ამას, მაგრამ ამას წინებზე ისეთი ისტორიების მომსწრე გავხდი, რომ იძულებული ვარ ეს პრობლემაც ვახსენო. ყველა არჩევანს ჩვენ სამწუხაროდ, როგორც გითხარით ადრე, გვატენიან ჩვენ და დაუკითხავთ. ჩვენს მაგივრად ირჩევენ რელიგიას, ჩვენს მაგივრად ირჩევენ ცხოვრების სანამგზავრს, ირჩევენ პროფესიასაც ჩვენს მაგივრად და ბედნიერების ფორმულასაც გვაძლევენ ჩვენ და დაუკითხავთ. სად მიდიან დღეს? რა პროფესიებია დღეს პოპულარული? მენეჯერი, ხო? იურიდიული. მეტი არც გასახანია რატომღაც და არც მოთხოვნა. არადა ვიღაცა ძალიან უნდა რომ იყოს გეოლოგი, არქეოლოგი, სპელეოლოგი, მაგრამ იმისათვის რომ თავის რეალიზება მოახდინოს, იძულებულია წავიდეს საზღვარგარეთ. დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ ესეთია, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ ეს ის რეალობა, რომელსაც ვერ გადავლახავთ. ჩვენ შეგვიძლია თვითონ შევქმნათ ისეთი რეალობა, როგორც ჩვენ მოგწონს. თუ კი ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა. მეთოდებს გაძლევთ უკვე, როგორ უნდა გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში. ის ვიცით უკვე, რომ ეს უნდა გავიგოთ ჩვენი სულისგან. ჩვენ მოგვისმენია სულის ხმა. ეს არის სინდისი. არა ხელოვნური სინდისი, არა მორალი, არამედ ნამდვილი სინდისი. აი, როდესაც გული გვეთან აღრება, როდესაც რაღაცა არასამართლიანად ხდება, ან ჩვენ თვითონ თითქოს უნდა გავაკეთოთ ესეთი უსამართლობა, შინაგანად ვძიმდებით. ეს არის სინდისის ხმა. თუ კი ჩვენ დაუჯერებთ სინდისის ხმას, სული თამამდება. მას აქვს ასეთი თვისება, გარკვეული პიროვნული თვისებები აქვს. მას შეუძლია დადარდიანება, შეუძლია სიხარული, განსაკუთრებით ახარებს ჭეშმარიტება. მე ეს ვლაპარაკობ ბიბლიიდან, სულის თვისებებს. სული გვეტყვის ჩვენ ვისმენთ ჭეშმარიტებას თუ არა. იმ მომენტში კი სულმა იცის ჭეშმარიტება და როდესაც შენ ისმენ ჭეშმარიტებას, შინაგანად გრძნობ სიხარულს. ოღონდ სულის სიხარულს, გონების სიხარული კი არა, არამედ სულის. მაგრამ იმისათვის, რომ შენ განასხვავ ერთმანეთისაგან შენი ეგოს სიხარული, სულის სიხარულისგან, საჭიროა გარკვეული პერიოდი იცხოვრო სინდისით. სინდისი გაწმინდავს შენს ცნობიერებას და ამის შემდეგ შეძლებ, რომ მოისმინო შენი სულის ხმა. აქედან იწყება ყველაფერი. შემდეგ, როდესაც შენ ამ პრაქტიკას გაივლი, აღმოაჩენ, რომ შენ სხეულში გრძნობ რაღაცებს. სხეულში გარკვეული შეგრძნებებით ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ რა უნდა სულს. სულს სხვა არის, როდესაც შენ გრძნობ შენი ეგოს სიხარულს და სულს სხვა, როდესაც სული ხარობს. ეს მხოლოდ თქვენი პრაქტიკით შეგიძლიათ ეს განასხვაოთ. მე სიტყვებით ვერ აგიხსნით. თუ კი თქვენ იქნებით მედიტატიური, თუ კი თქვენ გაისუფთავებთ თქვენს ცნობიერებას, თქვენ შეძლებთ, რომ ეს ყველაფერი განასხვაოთ ერთმანეთისგან, ამ ლექციის ფორმატში ვერ ჩავეტევით, ეს რომ თქვა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც შენ გრძნობ, რომ ხელები გიბუშდება და გიცივდება, არა ფიზიკურად, არამედ რაღაცნაირად შინაგანად, ეს იმას ნიშნავს, რომ იმას არ აკეთებ, რაც საჭიროა. ხელები ბუშდება, არ გაძლევს საშუალებას შენი შინაგანი, რომ ეს გააკეთო. გაუკვირდეთ თქვენ თავს. სხეულში არის ყველა ეს შეგრძნებები. შეიძლება ფეხები მოგეკეცოს,
როდესაც ასევე ის არ უნდა გააკეთო, რაც უნდა გააკეთო. ეს სიტყვები ფეხები მეკეცება, გული მტკივა, დავნაღვლიანდი, ჰაერიდან არ არის მოტანილი. ეს ყველა შეგრძნებები არის ადამიანში და სწორედ სული აძლევს მას აი ამ შეგრძნებებს. ასეთნაირად ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რა უნდა სულს. ყოველ შემთხვევაში რა არ უნდა, ამას ნახდად გავიგებთ. როგორც ვადიმ ზელანდი ამბობს თავისი რეალობის ტრანსფერინგში, როდესაც სული ხარობს, ხოლო გონება სიხარულით იფშნებს ხელებს და ანგარიშობს უკვე რა როგორ რანაირად გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იმ გზაზე დგეხარ, რა გზაც საჭიროა და ის აირჩიე, რაც საჭიროა. მათ, ვისაც გააქვთ გარკვეული პრაქტიკა და გამოცდილება რეალობის შექმნის, ალბათ ვიღაცებს გააქვთ, ხომ? გააქვთ ნანახი ფილმის სეკრეტ, გააქვთ საკითხული ვადიმ ზელანდი, გააქვთ საკითხული კიდე სხვა ავტორები, კლაუს ჯოული მაგალითად ან აბრაჰამ ჰიქსი. თქვენ ვარჯიშობთ იმაში, რომ თქვენი ცნობიერით შექმნათ თქვენი რეალობა. ვინ ხართ ასეთი? ხართ? რამდენიმე ხართ. გისურვებთ ყველას, რომ შეისწავლოთ ეს და შექმნათ თქვენ თვითონ თქვენი რეალობა. არ იყოთ სათამაშო თქვენი ბედის და გარემოებების. ვისაც გააქვთ ამისი უნარი და გამოცდილება, უბრალოდ ისურვე, მე მინდა გავიგო რა მინდა სინამდვილეში. მანამ სანამ შენ დაიწყებ მანქანის შექმნას, ანდა საქმროს შექმნას, მანამ შექმენი ეს ცოდნა, რა მინდა სინამდვილეში. პირველ რიგში ეს უნდა გააკეთო, ხო? და შემდეგ უკვე რო გაიგებ რა გინდა, იმის მერე შექმნა ის, რაც გინდა. რა მოხდება მას მერე, რაც შენ შექმნი ამ სურვილს, რა მინდა სინამდვილეში. შენთან არ მოვა ვიღაც წვერებიანი მოხუცი და არ გეტყვის, შენ ეს გინდა და ეს გინდა და ეს გინდა რაღაც, არც დაგესიზმრება არაფერი, არა. უბრალოდ შენ ცხოვრებაში გამოჩნდება უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობები. უცბად ვიღაც დაგირეკავს ამას შემოგთავაზებს, უცბად რაღაც სადღაც დაგპატიჟებენ და შენ მოგეცემა იმის საშუალება, რომ შენი თავი გამოსცადო იქაც. სად როდესაც ვიღაცა დირექტივით გეტყვის, მშობელი გეტყვის დირექტივით, რომ შენ უნდა გამოხვიდე იურისტი, ანდა ექიმი გამოხვიდე და ბავშვები რო დავბერდები უნდა მომიარო, ხო? და სად როდესაც შენ თვითონ გამოსცდი შესაძლებლობებით შენ თავს რამდენიმე ვარიანტში და სადაც შენ მოგეწონება, სადაც შენ შენი თავის რეალიზებას მოახდენ, აი ის იქნება სწორედ ის, რის იკეთებაც შენთვის იქნება საინტერესო. ასეთნაირად შეიძლება ძალიან მარტივად გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში. თქვენ გონიათ, რომ არ იცით რა გინდათ სინამდვილეში? უმეტესობამ ძალიან კარგად იცით, მაგრამ ვერ ბედავთ. იმ მიმართულებით დაიწყოთ მოძრაობა, რაც გულით და სულით გინდათ, იმიტომ რომ რაც გულით და სულით გინდა, იმისი გეშინია ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად ის მიგაჩნია ყველაზე წარმოუდგენლად და მიუღწევლად. და ამაში რა თქმა უნდა თქვენმა მშობლებმაც ლომის წილი ითამაშეს, როდესაც გარკვეული მიმართულებით თქვენი ფრთები შეგაჭრეს. თუ კი შენ სულს დაუჯერებ, სულის ერთ-ერთი თვისება არის ის, რომ სულს არ ეშინია. სულმა ზუსტად იცის რა უნდა და მას შეუძლია რომ მოგცეს ის, რაც მას უნდა. როდესაც შენ იწყებ იმის კეთებას, რაც სულს უნდა, სული გაძლევს კიდევაც ამისათვის ყველაფერს. ამიტომ შიში არის მთავარი მტერი. ნუ გეშინიათ თქვენი ყველაზე უფრო სანუკვარი სურვილების. სწორედ თქვენი სანუკვარი სურვილები არის ის, რაც გინდათ სინამდვილეში და ყველაზე ადვილად სწორედ ეს სურვილები შეიძლება რომ ახდე. შეიძლება პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ თქვენი ყველაზე უფრო სანუკვარი სურვილები ყველაზე უფრო ადვილი ასახდენია, თუ კი არ შეგეშინდებათ ამ მიმართულებით მოძრაობა. გეშინია გარკვეული სტერეოტიპების. საზოგადოება, ხო? საზოგადოება ქმნის ამ სტერეოტიპებს და კიდევ შინაგანი შიში, მაგალითად, კარგი მაგალითი მოვიყვანოთ, ვიღაცას გამოუტყდე სიყვარულში. რატომ გიჭირს ამის გაკეთება? იმიტომ რომ გეშინია რომ ის უარს გეტყვის. ხომ ასეა? რომ არ გეშინოდეს რომ უარს გეტყვის. ალბათ გააკეთებდი ამას გაცილებით. და ამიტომ მიდის ასეთ თამაში, იქით ნამიოკები, იქით ვიღაცის საშუალებით რაღაცის თქმა, რომ ნიადაგი მოსინჯო, აბა იქნება ეს, იქნება ისე და როგორღაც შეიძლება გაბედო, მაგრამ საშინელი დარტყმა არის შენს ეგოზე, თუ კი უარს გეტყვის. არადა, ცოტა უცნაურია. სიყვარული წესით უნდა იყოს უანგარო,
იდეაში რომ დაფიქრდეთ, ხო, შენ რომ გიყვარს, შენთვის ესეც კი საკმარისია და შენ ბედნიერი ხარ მხოლოდ იმით, რომ შენ გიყვარს, უანგაროდ გინდა კარგი იმ ადამიანისათვის და სულ არ გენაღლება ის შენ გიპასუხებს თუ არა, ზოგიერთ ლექსებში შეიძლება ასეც იყოს. სახარებაში ესე წერია, პავლე მოციქული სიყვარულს ასე აღწერს. მაგრამ რეალურად სიყვარული არის შენი ეგოს კონცენტრაცია იმ ერთ ადამიანზე და ყველაზე მეტად იმ ერთი ადამიანისგან გტკივა ყველაფერი. ამიტომ შენ ყველაზე მეტად გეშინია იმ ადამიანისკენ ნაბიჯების გადადგმა. თითქოს უზარმაზარ ინვესტიციას აკეთებდი, აი რაღაც $1 მილიარდი გაქვს და სადღაცა უნდა ჩადო. და გეშინია იქ ჩადო, დავკარგავ თუ მივიღებ დივიდენდებს აქეთ. აი ასე განვიხილავ ჩვენ სიყვარულს. ერთი არის, როდესაც ვიღაცა კითხავს მე რას გრძნობ მედიტაციის დროს. და მე დავიწყო გრძელი ლექცია იმის შესახებ, რას გრძნობს ადამიანი მედიტაციის დროს. ეს იქნება სისულელი, ის მაინც ვერ მიხვდება იმას, რაც გრძნობს ადამიანი მედიტაციის დროს. მაგრამ მე თუ მას ვასწავლი, როგორ გააკეთოს მედიტაცია, რომ თვითონ გამოსცადოს, რას გრძნობს, ეს იქნება უფრო გონივრული. ასე არ არის? თავმდაბლობის მიმართ ასეთი სტერეოტიპები, მაგალითად შენ თუ კი გიყვარს შენი თავი, ეს ნიშნავს, რომ ეს ეგოიზმია, გიყვარდეთ თავი თქვენი. ცნება არის ქრისტესია ასეთი, გიყვარდეს უფალი შენი, ვითარცა თავი შენი. მე რატომღაც ეჭვი მეპარება ამაში. უფლის სიყვარულში კი არა. შენ თუ კი უფალი ისე გიყვარს, როგორც შენ თავი გიყვარს, მაინც და მაინც ვერ გყარებია უფალი. იმიტომ რომ უამრავი ადამიანია, ვისაც თავის თავი არ უყვარს. ზოგიერთს ძულს თავის თავი. და ასევე თუ კი გიყვარება უფალი, დიდი არაფერი შეღავათი არის უფლისათვის. ამიტომ პირველ რიგში ჯობია რომ ჯერ შეიყვარო შენი თავი. და ნურავინ უწოდებს ამას ეგოიზმს. თუ კი შენ გახდები უკეთესი, შენი სამყარო გახდება უკეთესი. შესაბამისად, შენს გარშემო მყოფი ადამიანებიც გახდებიან უკეთესი. ამიტომ იზრუნე საკუთარ თავზე და ამით იზრუნებს სხვებზე. პარადოქსია, შეიძლება გარკვეულ მორალურ ნორმებში აჯდება, მაგრამ ეს მუშაობს. ყოველ შემთხვევაში ბუდისტები ასე თვლიან. ესეც არის ერთგვარი შაბლონი ადამიანის მიმართ, რომელი რელიგიის წარმომადგენელი ხარ. მე შაბლონებით არ ცხოვრობ. შეგიძლია დამიყენო ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი, მის რელიგიაზე ვესაუბრები და გამოვამჟღავნებ შეიძლება მასზე უფრო მეტ ცოდნას, უფრო ღრმად ცოდნას მისსავე რელიგიაში. მაგრამ მე მაინც არ მოთავსდები ამ შაბლონში. მე ასეთი პოზიცია ავირჩიე. შეიძლება ვიღაცას აწყობს, რომ თავი რომელიღაც რელიგიას მიაკუთვნოს. თუმცა კი შეიძლება ვიღაც ძალიან გულანთებული ქრისტიანია, მაგრამ რა წერია სახარებაში არ წაუკითხავს. მისთვის საკმარისია, რომ მას ეწოდოს ქრისტიანი. არა, მე ყველა რელიგიაში გზნობ თავს კომფორტულად. მე გეტყვი, სად ვერ გზნობ თავს კომფორტულად. მე თავს ვერ გზნობ კომფორტულად იმ ადამიანების საზოგადოებაში, რომლებიც თავს ფორმალურად მიაკუთვნებენ რაღაც რელიგიას, მზად არიან გაგინონ, გაფურთხონ, გცემონ თავის რელიგიის დასაცავად, მაგრამ თავის რელიგიას თვითონ არ იცნობენ და არ ცხოვრობენ ისე, როგორც მისი რელიგია მოითხოვს. აი, ასეთი ადამიანების საზოგადოებაში თავს კომფორტულად არ გზნობ. ყველა რელიგიაში თავს როგორ შეიძლება გზნობდეთ კომფორტულად, ზოგი რელიგიის რაღაც მოძრაობის ხონეცინააღმდეგება ერთმანეთს ეწინააღმდეგება არა რელიგია, არამედ ადამიანები. ის ზედნაშენი, რაც დააშენეს რელიგიებს, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თავისი ძირი, არსი, ყველას რელიგიას ერთნაირი აქვს. ორივეს? ანუ ისინი ამბობენ, თუ ერთ ცხოვრებაში ვიცხოვრებ კარგად, შეიძლება იყო მეორე ცხოვრებაში. ან შეიძლება ვიცხოვრებ, შეიძლება გამიგო და მუსიკა განჩიტა. და ამასაც ემხრობიც და იმასაც, რომ ადამიანი ერთხელ იბადება, ერთხელ იბადება სულ და არ შეიძლება. შენ როგორც გწამს, ისეთი არის შენი სამყარო. სამყარო ყველასთვის ერთიანი არ არის. თუ კი შენ გწამს, რომ რეინკარნაცია არსებობს, შენ სამყაროში რეინკარნაცია არსებობს და შენ შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება ჩიტად ან ღორად დაიბადო. ეს შენი პრობლემაა. შენ თუ კი გწამს, რომ ერთხელ მოხვედი ამ ქვეყნად
შენ წახვალ 60-ხეში ან ჯოჯოხეთში და ესეც შენი პრობლემაა. მე ხომ ვიცი რომ ეს მხოლოდ იმიტომ არის შენთვის რომ შენ ასე გწამს და მე შემიძლია შენ მოგცე იმის უფლება რომ შენ ასე გწამდეს და შენი სამყარო იყოს ასეთი. ეს სამყაროს კანონია. ქრისტიანობაში არის ეს. როგორც განიკითხავ, ისე განიკითხები. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ვინც מחვილს ამოიღებს, מחვილითვე დაიღუპება. შენი სამყარო ასეთია, მე ვღებულობ შენ სამყაროს და შენ ცნობიერებას. მას არ ვეწინააღმდეგებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის ასეთი, რომ შენ ასე გწამს. შენ ასე ანაირჩიან აგარჩევინეს, ეს შენი პრობლემაა. მაგრამ მე ხო ვიცი რომ ჩემი სამყარო მაქვს, რომელიც მე მაწყობს. თითოეული ადამიანი ეს არის დამოუკიდებელი სამყარო. ეს ისეთი პარადოქსალური მომენტია. აქ რელიგიაშიც და მეზოთერიკაშიც ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ თამაშში, რომელსაც სამყარო ქვია, რეალური სული ვარ მე და დანარჩენები არის კომპიუტერული იმიტაციები ადამიანების. შეიძლება ისეც დაუშვათ, რომ ყველანი შემოსული ვართ ამ თამაშში, ხომ არის ინტერაქტიული ონლაინ თამაშები, სადაც რამდენიმე ერთმანეთს ეთამაშება. სინამდვილეში ორივე ვარიანტი დასაშვებია. შენ შეიძლება აირჩიო ისე, რომ მარტო იყო, შეიძლება აირჩიო, რომ სხვებთან ერთად თამაშობდე. მინდა რელიგიაში უნდა ვეცებო? სადაც გინდა იქ ეძებე. მე გითხარი ძირითადი გასაღები, რომ უნდა ეძებო სულის ხმა. ხომ? გითხარით რამდენიმე მეთოდი, როგორ უნდა გაიგონო სულის ხმა. სული გეუბნება რა გინდა სინამდვილეში და სული ხარობს, როდესაც შენ ამას აკეთებ და შენ ამას გძნობ. სული იტანჯება, როდესაც შენ რაღაცას არასწორს აკეთებ და შენც ამას გძნობ. თუ კი შენ არ გაქვს შენი სინდისის ხმა ჩახშობილი და იმის საპირისპიროდ არ მოქმედებ. რელიგიის შემოწმება შეიძლება რა? რითაც გინდა ჩაანაცვლო, ეს შენი პირადი არჩევანია. ნუ მოდი თქვათ, რა შეიძლება რომ ეძებო? წმინდანობა, 60-ხე, გასხივოსნება, დაუშვათ შენ თვლი რომ შენ ხარ არასრულყოფილი ადამიანი, და თქვათ იგივე შტაინერის და ნიცშეს მიხედვით, ხო? და უნდა გახდეს სრულყოფილი ადამიანი და ამისკენ ისწრაფი. მაგრამ შენ თუ კი აღმოაჩინე რომ სინამდვილეში შენ ხარ ეს სრულყოფილი ადამიანი, შენ ხარ ღმერთი, რომელმაც თვითონ არასრულყოფილა თავისი თავი და ჩამოვიდა აქ გასართობად. მას არ აქვს არანაირი შეზღუდვა, არც სივრცეში, არც დროში, არც ცოდნაში, აბსოლუტურ ცოდნას ფლობ, შენ ფლობ აბსოლუტურ ცოდნას. შენ შეგიძლია გადაადგილდე დროში, გადაადგილდე სივრცეში მომენტალურად, სინათლის სისწრაფეზე უფრო სწრაფად. ეს შესაძლებლობები გაქვს, მაგრამ მოგეწყინა და აქ შეიზღუდე შენი თავი სივრცით, დროით, სხეულით, ავადმყოფობებით, სიკვდილით, პრობლემებით და აქ ერთობი. შეიძლება იმით გაერთო, რომ ჩათვალო შენი თავი არასრულყოფილად და ისწრაფოდე სრულყოფილებისკენ. მაგრამ შენ სიამდვილეში ხარ უკვე სრულყოფილი. რეალურად საკმარისია შენ გარდაიცვალო, რომ გაიღვიძებ და აღმოჩნდები, რომ ხარ სრულყოფილი. დამკვირვებელი არის სრულყოფილი. თუ კი შენ მაინც და მაინც ეძებ სრულყოფილებას, თუ ეძებ ღმერთს, იპოვე დამკვირვებელი. ოღონდ როგორი დამკვირვებელი, იცით? შენ თუ კი გაქვს მორალური ნორმები, შენ თუ კი თქვათ ფეხბურთს უყურებ და ან ერთ გუნდს ემხრობი, ან მეორე გუნდს ემხრობი, მაშინ შენ არ ხარ დამკვირვებელი, შენ ხარ გულშემატკივარი. გულშემატკივარი არ არის ის ღმერთი. მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც ერთობა ფეხბურთის ყურებით და სულ არ ენაღვლება ვინ გაიმარჯვებს. წესებიც კი არ იცის. აი ის არის დამკვირვებელი. თუ კი შენ ამ ცხოვრებას უყურებ აი ასე, მაშინ ხარ სრულყოფილი დამკვირვებელი. როდესაც შენთვის კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, მაღალი და დაბალი, მსუქანი და გამხდარი, სულ ერთია. არ განიკითხავ, არ ყოფ. ნუ ახლა ქრისტეც ამბობს, რომ იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციური მამა არის სრულყოფილი, როდესაც წვიმას ქარსა და მზეს მოუვლენს კარგებსაც და ცუდებსაც. მოსინჯე და სადაც შენ თავს იგრძნობ კომფორტულად, მე მაგალითად აქ ვგრძნობ ჩემ თავს კომფორტულად, მაგრამ არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, სადაც თავს გრძნობ საშინად არა კომფორტულად. მაშინ ვიქცევი სუფთა იდიოტივით და უკვე გრძნობ, ეს ჩემი ადგილი არ არის. და იქიდან მოვდივარ. შინაგანად, აი შეიძლება ენერგია დავკარგო ამ სიტუაციაში და მეძინება იმ სიტუაციას და ეგეთი რაღაცეები. ეხლა მაგალითად მე რო დამსვა სადმე რესტორანში
ნებისმიერ სხვა ქეებში ძალიან ცუდ გუნებას დავდგები და ძალიან არაკომფორტულად ვიგრძნობ თავს. ჩემთვის ღრეობა, ქეიფი და ეგეთი ადგილები, სადაც ჭამა გადაქცეულია მარიაჟობად, არ არის ჩემთვის მისაღები ესეთი ადგილი. მაგრამ მეგობრებთან ერთად ბუნებაში სიამოვნებით ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ ახლა რასაც ვაკეთებ, ეს არის ყველაზე უფრო უმაღლესი პრიორიტეტი ჩემ ცხოვრებაში. რაც შეეხება გარემოებებს, თუკი ჩვენ ავითვისებთ რეალობის შექმნის ტექნოლოგიებს და თუკი ჩვენ გავიგებთ რა გვინდა სინამდვილეში, გარემოებები აეწყობა ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება. და კიდევ ერთი მეთოდი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ სწორ გზაზე მივდივართ თუ არა, სწორ არჩევანს ვაკეთებთ თუ არა. ეს არის ის, რომ სამყარო გარემოებებით კარნახობს ჩვენ რა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეხლა ამ დროს არ უნდა იყო მიკერძოებული. მაგალითად, ეხლა ღმერთო მომეცი ნიშანი რა გავშორდე ცოლს თუ არ გავშორდე. შენ თუ კი გულში გინდა რომ ცოლს გაშორდე, ხო, რაღაც ნიშანს მიიღებ. მაგრამ ეს არ არის გარანტირებული, რომ იქნება სწორი ნიშანი. მაგრამ თუ კი შენ გულწრფელად გინდა რომ პასუხი მიიღო და არ ხარ მიკერძოებული, მაშინ მიიღებ სწორ პასუხს. ის კი არა და ზოგიერთი უბრალოდ ააგდებს იმას მონეტას და არიოლზე დაждდება თუ რეშკაზე დაждდება, იმის მიხედვით აკეთებს გადაწყვეტილებას. ზოგი იტყვის ეს რას იგიჟია, ხო? მაგრამ რა ვიცი მე, აგერ ბიბლია ხო არის თქვენთვის უმეტესობისათვის ავტორიტეტი. იქ სოლომონის წიგნებში წერია, რომ შენ ააგდებ მონეტას, მაგრამ რომელზე დაждდება, იმის გადაწყვეტილება არის უფლისაგან. ასევე გამოსვლის წიგნში და შემდეგ მეფეთა წიგნში, აგრეთვე პარალეპიმონში არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ვინ შესწოდა, იმას პოულობდნენ აი ამ არიოლ რეშკას საშუალებით. ჯერ 12 ტომიდან რომელმა შესწოდა, რომელს დაუჯდებოდა ეს არიოლი. მერე იქ გვარიდან რომელს შესწოდა და ასე მიდიოდნენ იმაზე და ის იყო რა. ახლა რაში არის საქმე? მათ ასეთი ხელშეკრულება დადეს სამყაროსთან. მათ ასე სჯერათ, ასე სწამთ. და შესაბამისად სამყარომაც ასეთი პირობები შეუქმნა მას. აი კარგ მაგალითს მოგიყვანთ. არის საქართველოში მართლმადიდებლური მონასტრები, სადაც თუ შენ კარგად ხარ, თუ ჯანმრთელი ხარ, ესე იგი ღმერთმა მიგანება თავი. მადლი შენსგან წაიღო ღმერთმა, თუ ჯანმრთელი ხარ. ამიტომ ის ბერები სულ ავათ არიან და კმაყოფილები არიან იმით, რომ ავათ არიან. ესე იგი ღმერთს უყვარ ვარ. ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი. ეს რეალობაა, ხალხო. ეს ხალხი ასე ავათ არის და უხარია, რომ ღმერთს უყვარს. და ამას საფუძველი აქვს, იმიტომ რომ პავლე მოციქულმა თქვა ასეთი რაღაცა, რომ ღმერთს ვინც უყვარს, იმას ცემს. ეკალი მომეცა სხეულში, რათა არ გავმედიტურდე. აქედან გამომდინარე, ისე აკეთებენ ამ დასკვნას. უკრაინაში მაგალითად იყო ასეთი, არ ვიცი, 50-იანური თუ ხარიზმატული სექტა, სადაც სწამდათ სხვანაირად. შენ თუ კი ავად ხარ, ესე იგი შესწოდე. თითის გაჭრაც კი ითვლებოდა ცოდვად და იმას უნდა ეღიარებინა თავის ცოდები, უნდა მოენანიებინა და ის ჯანმრთელდებოდა. იქ ხალხი იყო ჯანმრთელი, ახალგაზრდა, მხიარული, ძალიან გვიანკდებოდნენ და როგორც წესი კდებოდნენ. ხო, ისინი არ სწოდავდნენ და იყვნენ ჯანმრთელები. მათი აზრით მადლი ასეთი იყო. აი, ორი დიამეტრულად განსხვავებული და ორივეს აქვს საფუძველი სახარებიდან. როდესაც ქრისტე ამბობს, რომ თქვენი ზეციური მამის ნების გარეშე თმის ღერის კი არ ჩამოვარდება თქვენი თმიდან. ასევე დედაკაცს როდესაც გამკურნებს და ეუბნება, რომ წადი აღარ შესწოდო, რათა უარესი არ დაგემართოს. ეს უარი პირდაპირ ლოგიკა იქიდან, რომ შენ თუ კი შესწოდავ, ესე იგი იქნები ცუდად. ასევე ახლა ძველი აღთქმიდან ყველამ იცოდა ძალიან კარგად, რომ კეთრი ემართებოდა ცოდვილებს. ხოლო წმინდებს ის რაც შენ თვლი ცოდვად, ის არის შენთვის ცოდვა. ხო, იგივე სახარებიდან, როგორც განეკითხავ, ისე განეკითხები. შენ განეკითხავს სხვას რაღაც გარკვეული საქციელის გამო, შენც იგივეთი განეკითხები. არსებობს ხელოვნური მორალი, სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა დოქტრინების და არის სინდისი, რომელიც ყველასთვის ერთია. და თუ კი შენ სინდისს უგდებ ყურს, არც გჭირდება, რომ შენ იცოდე რაიმე კანონები, ან და რაიმე მორალი, ან და რაიმე რელიგია. ის თვითონ გეტყვის რა უნდა გააკეთო. შენი ჭეშმარიტება არის ის, რაც შენ მიგაჩნია ჭეშმარიტებად.
კონკრეტულად შენ რაც მიგაჩნია ჭეშმარიტებად, ის არის შენი ჭეშმარიტება. ეს ძალიან პირადულია. ის, ვინც თავის ჭეშმარიტებას მოახვევს სხვას თავს, ეს უკვე არის მართვა, დოქტრინა. მე შემიძლია გარკვეული რეკომენდაციები მოგცე, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ შენი თავი იპოვო. მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ გეტყვი, რა არის ჭეშმარიტება და რა არის კრეხელობა. ისინიც კი, რომლებიც ერთ ეკლესიაში დადიან და ძალიან გულანთებული მორწმუნეები არიან, იმათაც კი რაღაცები თავისებურად წამთ. ის, ვინც ამბობს ხოლმე, მე ჩემებურად მწამსო, ყველაზე გულწრფელები ისინი არიან. არიან ესეთი კატეგორიები, რა, მე ღმერთი კი მწამს, მაგრამ ჩემებურად მწამს. სიამოვნებაში ყველა ასეთია, უბრალოდ ერთნი არ აღიარებენ ამას, მეორენი აღიარებენ. ხო, ბუნებრივია. და მე იმედი მაქვს, რომ წამოვა ახალი თაობა, რომელიც ასე იაზრონებს, რომელიც მისცემს სხვებს იმის უფლებას, რომ ისე სწამდეთ, როგორც თვითონ აწყობთ. ახალი თაობა მე ძალიან მომწონს. განსხვავებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ გარემოში იზრდებოდნენ და რაღაც საშინელება უნდა გაზრდილიყო მათგან, მაგრამ არა, სხვანაირები არიან. გონება გახსნილები. და ძალიან ძნელი არის, რომ მათ რაიმე ხელოვნურად მოახვიო თავს. კი, ინტერნეტმაც და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში იმის გამო, რომ ახალი თაობა ასეთი არის, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წავა. კარგი, დავასრულოთ დღეს.